წისქვილი უკვე საბურთალოზეა ალექსანდრე ყაზბეგის 27 ნომერში. იმისთვის რომ უკეთ მიგახვედროთ, მოპირდაპირ მხარეს არის წითელი ბაღი. ლუდის მოედნის კონცეფციის სივრცე სულ მალე მიიღებს პირველ სტუმრებს და წამოდით ერთად ვნახოთ როგორ სრულდება სამუშაოები. ეხლა მოვიდა უჟანგავი მაგიდები და სკამები, რომელიც თქვენ დავალაგოთ სახინკლეში, სახაჭაპურეში და ზემოთ გრილზე. ორსართულიანი ვიტრაჟული სივრცე დაახლოებით 200 სტუმარზე გათვლილი, სადაც დახურული ტერასაც დაგხვდებათ. ამ ეტაპზე უკვე შემოგვაქვს ავეჯი, აწყობენ მაგიდებს, სკამებს. პირველ სართულზეც და მეორე სართულზეც კედლებზე იქნება ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერები და სრულდება ინტერიერის ბოლო შტრიხებიც. ასევე გვაქვს დიდი ბარი, სადაც იქნება ქართული, ავსტრიული, ჩეხური, გერმანული ლუდის ნაირსახეობა, რომელიც უხდება, რა თქმა უნდა, გრილის მენიუს, რომელიც არის მეორე სართულზე. გვაქვს დახურული გრილი და ღია ტიპის გრილი, გემრიელი კერძები კეთდება, რომელიც ლუდს უხდება ძალიან. წამოდი სამზარეულო დავათვალიეროთ. ეხლა ყველაფერი არის შეფუთულ მდგომარეობაში და უკვე ხვალიდან ვიწყებთ ნელ-ნელა შემოსვლას და ამ ყველაფერს მოწესრიგებას, დალაგებას, რეცხვას. ეს არის სახაჭაპურე სივრცე, ეს ჩვენი სახინკლე ოთახი, აგერ თეფშები, ჭურჭელი, ყველაფერი ჩამოვიდა. აქ იქნება ლუდის მოედნის და წისქვილი ტერასის გაერთიანებული მენიუ, ხინკალი, ქაბაბი, მწვადი, თემის საავტორო კერძები, რომ აქ მოსულმა სტუმრებას დააგემოვნოს. ლუდის მოედანი საბურთალოზე გაიხსნება 5 აპრილს. გელოდებით.